სალამს გისურვებთ, მეგობრებო. ოხ, ჩემი. სუმიდო და ხოლმე ჩამოვარდის მომენტები რო გადამეღო ხოლმე რა, ისე ვიდეო რო ვარდება და უცებ რო დაიჭერს. დღეს განვიხილავთ Lenovo Legion-ის ახალ მონიტორს. ყველაფერს დეტალურად თქვენთან ერთად გავხსნი, გაჩვენებთ რა პლუსები აქვს და როგორ და რანაირად რა. დავიწყოთ მეგობარო. ხო ისი ვიდეოებში რაღაც უცნაური დანები რო აქვს ხოლმე რა, რომ გაჭრან ეს რაღაცა. მე ამ დროს ბაბუა ჩემის დანატოვარი დანა მეგობარო. უყურე? შუპ, რითი უნდა გავხსნათ მონიტორი თუ არა ამით. ახლო კადრები. ფლოსტები გამოვაჩინოთ, ფეხები ავაპაჭუნოთ და წავიდა. გავსეროთ აქედან გავსეროთ მეგობრებო. ხო იცი აი unboxing-ის satisfying ვიდეოები რო არის, აი ეგ უნდა მოგიხოდოთ. ოპა, ისო აღარ გვინდა? ვალა. აი ესეთი სიტუაცია გვაქვს აქ მეგობრებო. აი ესეთი Lenovo ვარიანტი. აი ესეთი კაბელი გვაქვს აი აქ. აი ესეთი სადგამი. აი ეს სადგამი თვითონ დასადგამი აგერ არის. და ეხლა თვითონ მონიტორი ამოვიღოთ. შევაწვინოთ. 1 2 და 3. ოპა. ჯანდაბა. ოკეი. ეხლა ისევ დავამაგრებ კამერას და გადმოვინაცვლოთ უკვე პროცესში. ჰოპ. პირველი რას ვაკეთებთ და ფეხი უნდა დავაგოთ ამას და უნდა ავაწყოთ. ამისათვის ჰოპ, თემუ, შენი ცხოვრების იაფი საშუალება. ამ თემუდან ეხლა ჩვენ დაგვჭირდება პატარა ატვიორკნა. ეხლა აქ ესეთი თემა არის რა. ეს უნდა დავაგოთ ამას. აწყობის პროცესს მოვჩეთ და მე უკვე გაჩვენებთ უშუალოდ რა შესაძლებლობები აქვს, რატომ გამოვცვალე, რამდენად ვიყიდე და ყველაფერი. ამიტომ დაელოდე პაჩუ. ამას აქ აი ესეთი პატარა გასაკეთებელი აქ შეგვიძლია ჯერჯერობით ხელით დაუტრიალოთ. ვაფშე იდეაში ის არც ვჭირდება, მაგრამ მოდი ესეც გამოვიყენოთ ცოტათი რომ დაუტრიალოთ აი აქ. აი ესეთი სიტუაცია გვაქვს ქვევით მეგობრებო. აი ეს ფრიანად ტრიალებს იმისთვის რომ მონიტორმა არქეტიკით იმოძრაოს და მარტივი იყოს მისი გადაადგილება. აქ რეზინები, რამე და საკაიფოა. აი ესე გამოიყურება დასადგამი. ოპა. ჰოპ. ესე ჩვენი მონიტორი უშუალოდ. აი satisfying თემა ერთად გავაკეთოთ მეგობრებო. ოპა, 1 2 3. შვენიერი. ეხლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ეხლა ეს ჩვენ დიდი მონიტორი უნდა მივატყლიშნოთ ამას. აი ეგ სიტუაცია გვაქვს. მარტივად რომ გავიმარტივოთ ჩვენ საქმე. მოდი ეს პირდაპირ აქ დავდოთ. მე ავიღოთ ფეხი. იდეაში ჯერ ეს უნდა გამეკეთებია და წესით მე ეს უნდა დამემაგრებია. მაგრამ არა უშავს. ესეც წავაგარჩე. დავაბზიალოთ ეხლა მეგობრებო. შევაწვინოთ. ჰოპ, მოვჭით მეგობრებო. ავაწყეთ, დავაანბოქსინგეთ და შევაწვინეთ რა. ეხლა რაც შეეხება ამ მონიტორს მეგობრებო რა. ეს მონიტორი დამიჯდა 899 900 ლარი. PC Shop-ს აქ ეხლა თუ სწორად მახსოვს. რაც შეეხება მონიტორს. ეს არის Lenovo Legion 27Q11. ახალი მოდელი არის, სრულიად ახალი მოდელია. 899 ლარისთვის ეს მონიტორი არის 2K 300 Hz-იანი მონიტორი არის რა. ნებისმიერი PC თამაშისთვის, ნებისმიერი რამისთვის იდეალურია. ეხლა რატო დამჭირდა მე რომ ჩემი მონიტორი შემეცვალა? მე მქონდა ძველი მონიტორი Samsung-ის G3, VA პანელზე იყო 150 Hz-იანი. მაგრამ ერდითებისას, თამაშებისას, თუნდაც ფილმის ყურებისას ან ნებისმიერ რამის გაკეთებისას ვატყობდი რომ ვერ მუშაობდა ისე როგორც საჭირო იყო და ვერ ვხედავდი ფერებს და ისეთ დეტალებს, რაც მჭირდებოდა რა. მით უმეტეს როცა ვაედითებ, ძალიან მნიშვნელოვანია იქ რომ ფერები და რაღაცეები ზუსტად და კარგად აღვიქვა. და ყველაფერს ხელს მიშიდა, ამიტომ დამჭირდა ახალი მონიტორი და ბევრი ძებნის მერე თან არ მინდოდა რომ ძვირი გადამეხადა. მინდოდა რომ კარგ ფასში მეყიდა და აი ამ ფასად ეს მონიტორი არის 2K 300 Hz-იანი მეგობრებო რა. ძალიან ბევრი ფუნქციები აქვს, შეგიძლია შავი ფერის კონტრასტის ცვლილებები, შეგიძლია განათების, გეიმინგ მოდის დაყენება შეგიძლია და ძალიან ბევრი დეტალები აქვს, რაც გამოგადგებათ რა. იმ ხალხისთვის, ვინც
PC-ს იყენებთ ზოგადად ან თუნდაც იმ ხალხისთვის, ვინც PlayStation-ს იყენებთ. PlayStation-ისთვისაც ყველაფერი დამაკმაყოფილებელი აქვს 120 Hz-ზე, ჩვეულებრივად 60 FPS-იან ნებისმიერზე idეალურ ფერებს გაძლევთ და idეალურ გამოსახულებას გაძლევთ და რაც შეეხება ფერებს, ძალიან კარგი ფერები აქვს, IPS პანელი აქვს, როგორც კი ჩავთე მონიტორი და ეხლა როგორც კი შევხედე რაღაცეებს, აი ვაფშე სხვა ფერებს იძლევა ძველ მონიტორთან შედარებით და რავი, სადმე ამოვანათებ VA-ის გამოსახულება როგორია ზოგადად და რა სხვაობები არის VA-ის და IPS შორის რაღაც მომენტში გაჩვენებთ ვიდეოს განმავლობაში და თქვენთან ნახავთ რა. ძალიან დიდი სხვაობაა მოკლედ ჩემთვის, ძალიან გახარებული ვარ. თან 0.5 აქვს დაყონება და ისეთი თამაშებისთვის როგორიც არის CS2 Fortnite ან ზოგადად შუთერ თამაშები რაც არის ხო, რაც ონლაინ თამაშობთ ხოლმე, ისეთი თამაშებისთვის idеალურია რა, ანუ დაყონება არ გაქვს და შესაბამისად თემას არ გიქმნის, რომ რაღაცა ვიმე რამით ჯობნეს ან გვიან ხედავდე კადრს მოკლედ რა. იმედი მაქვს იმ ხალხს, ვინც ეხა აპირებთ იყიდოთ და არჩიოთ, რაღაცით დაგეხმარებით. თან მე ლეპტოპიც Lenovo Legion-ი მაქვს და Legion-თან ასწორებს რა და ამიტომ ძალიან კაი არის. ერთ-ერთი პრობლემა, რასაც წავალწივისაც ლეპტოპი გაქვთ, ლეპტოპების, რავი, 90%-ს არ აქვს display პორტის შესაერთებელი რა. ამ შემთხვევაში ის უნდა გაითვალისწინოთ, რომ HDMI-ით აქედან ლეპტოპზე გადაგიტანთ მხოლოდ ან თუნდაც PC-ზე გადაგიტანთ მხოლოდ 154 Hz-ს. 2K-ს გადაგიტანთ, 2.1 HDMI-ია, მაგრამ 154 Hz-ზე გადაგიტანთ. მე ხა საყიდელი მაქვს, ჯერჯერობით ვერ ვიყიდე და ეგ ყველაფერი სამწუხაროდ მაყურებს ვერ გავტესტა, მაგრამ როგორც ვიყიდი, გაჩვენებთ რა, ანუ display უნდა ვიყიდო, display Type-C-ზე, ოღონდ Type-C აუცილებელია, რომ Thunderbolt-ით იყოს, ანუ Elva ეხატოს ზევიდან, რომ ერთ-ერთში გადავიტანო 300 Hz-ი. ანუ შემიძლია რომ 2K 300 Hz-ზე ჩვეულებრივად მონიტორი ჩავთო ეს თქვა და ვითამაშო და რავი, ნებისმიერ ვუყურო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ნუ ყურებით 300 Hz-ზე ვერაფერს ვერ უყურებ, იდეაში უფრო სათამაშოდ უნდა იყიდო, მაგრამ ოკეი. ეგ და ეგ მოკლედ რა. ეხლა სხვა დავალებებზე ჩავთავ და აი რაში მადგება და როგორ მადგება, მაგ ყველაფერს უკვე ვიზუალურად გაჩვენებ და შეგახედებთ ყველაფერს რა. უკვე რომ მოვაწყობ ლამაზად და ქაურობა შეგახედებთ რა როგორ გამოიყურება. Let's go. მოკლედ, პირველი რაც საღვნიშნავ ის არის, რომ საქვს ძალიან კარგი და მკვეთრი ფერები რა. პირველივე რაც შემამჩნია იგი იყო და ძალიან კომფორტული არის ნებისმიერი თამაში, ამ შემთხვევაში Minecraft-ის თამაში იყო ულამაზესი, თან შეიდერები პლუს ამას და თან ის რომ ყველა ფერს ეხა როგორც ეკრანზე ხედავთ, ბევრად კიდე უფრო მაგრად მაჩვენებს და წინა მონიტორთან შედარებით ბევრად უფრო კომფორტულია გამოყენება. მგონია რომ ვაფშე სხვა რაღაცა მაქვს ხელში და ვაფშე სხვა რაღაცას ვუყურებ რა, აი რაღაც ცადა დინამიკა არის. ასევე რაც კარგად ამ მკვეთრად ჩანს აქაც ის არის რომ ლურჯი, წითელი, მწვანე, აი ეს თქვა თავარი ფერები ძალიან კარგად არის გამოკვეთილი რა. პლუს მაგას ძალიან რბილად საყურებელი არის, თვალებს არ გტკენს და ძალიან კომფორტულია მოკლედ გამოსაყენებლად. მე PlayStation-ი არ მაქვს, მაგრამ მინდოდა რომ კონსოლის თამაშებზეც გამეტესტა ჩემი ჯოისტიკით და აქაც იმის თქმის შემიძლია თქვენთვის რომ ძალიან კომფორტული არის გამოსაყენებლად. ნათებად ძალიან კარგი აქვს და არა მარტო ახლოდან, შორიდანაც რო ვცადე რამოდენიმეჯერ თამაში ძალიან კომფორტულია და კარგად ჩანს ყველაფერი. იქიდან გამომდინარე რომ 27 ინჩიანია, ჩემი აზრით ამაზე დიდი მონიტორი, ნუ არ მჭირდება მე პირადად დაწნებდება თქვენს 90%-ს არ გჭირდებათ. ამიტომ თავისუფლად კარგი ზომა არის ეს, მოკლედ თავისუფლად გამოიყენებთ რა. პლუს მაგას აქაც 2K gaming-ზე და 2K გამოსახულებაზე ვაფშე სხვა არის და საერთოდ სხვა არის გამოსახულება და ძალიან ლამაზი და გამოკვეთილია ფერებიც, კონტრასტიც და დეტალებიც რა. ამიტომ თავისუფლად შემიძლია ყველას გირჩიოთ. ბოლო და ჩემთვის ყველაზე მთავარი არის edit-ზე, რადგან მე მქონდა Full HD და პლუს მაგას VA პანელით ძალიან რთული იყო ფერებს მაჩვენებდა და არასწორად. რეალურად ვიდეოს ტელეფონიდან რო უყურებდი ხოლმე ვაფშე სხვა ფერები მქონდა ვიდეოში. მე კიდე edit-ის დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ სხვა ფილტრები დავადო და კარგი ფერები მივცე ვიდეოს. ამიტომ აქ ერთ-ერთი რა ფერიც არის, ესე ვთქვათ, გადაღებული ვიდეო იმ ფერში მაჩვენებს და edit-საც უფრო კომფორტული არის. არა მარტო მაგიტო 2K ეკრანი იმის საშუალებას მაძლევს რომ უფრო მეტი ფანჯარა განვათავსო და უფრო მეტი ფუნქციები გამოვიყენო უფრო კომფორტულად, რადგან უფრო მეტი პიქსელი მაქვს ეკრანზე. პლუს მაგას ეხა აქ არ ჩანს, მაგრამ მეორე ლეპტოპის მონიტორსაც ვიყენებ ხოლმე და ეგ ცალკე მეხმარება ხოლმე ამ ყველაფრის გაკეთებაში. ძალიან კარგი და კომფორტულია დეტალები, იმიტომ რომ ვიდეოებს უკვე უმეტეს შემთხვევაში 2K-ში ვიღებ და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სად ეხა 2K-ში რო ვიღებ და მე Full HD-ში ვუყურებ, ცოტა ისეთი იყო და ეხა უკვე უფრო სხვა არის და უფრო კომფორტულია ჩემთვის, ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ასევე აქვე იმასაც გამოვარჩევდი, რომ
შავი ფერი, მიუხედავად იმისა, რომ ეს OLED არ არის და IPS-ია, სიმკვეთრე რო გაუგზავნე, შავ ფერს ძალიან მკვეთრი ფერი აქვს და ძალიან კარგად ვხედავ დეტალურად ყველაფერს რა და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, უფრო კარგ ვიზუალიზაციას გაძლევს ეგ ყველაფერი. მოკლედ ეგ არის და ეგ მეგობრებო, იმედია დაგეხმარით, იმედია მოგეწონათ ვიდეო. მინდოდა კარგი გამოსულიყო, მინდოდა ჩემი გამოცდილება, ჩემი ნაძებარი თქვენთვის გამინდოდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად არა მარტო იმაზე, რომ აი რაღაცა ეს ძვირია და ამას რახან ეს ძვირია, საუკეთესოა და ყველაზე კარგია. მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში ფასი არ განსაზღვრავს ხოლმე პროდუქტის ხარისხს და სიკარგეს რა. ამიტომ ხშირ შემთხვევაში გვიწევს ხოლმე რომ ძალიან ბევრი ვეძებოთ, დავსერჩოთ, მე ამოვარჩიოთ რაც ყველაზე კარგი იქნება და იმის დამიხედვით ვიყიდოთ ხოლმე. შესაბამისად მეც გაწვით ისეთ ტიპს, რომელიც კარგი ფასი აქვს ძალიან და პლუს მაგას ძალიან კარგი მონაცემები აქვს რა. ყველაფერი თქვენ თვალით ნახეთ, მე ძალიან გახარებული ვარ, ძალიან კარგი და ბილად და გემრიელად საყურებელი არის და ვერ აგიღწეთ რამხელა კომფორტი არის, როცა რაღაცა დაბალი ხარისხისა, დაბალი გამოსახულების მქონე მონიტორიდან გადადიხარ კარგზე რა. რა თქმა უნდა, უფრო მაღალ ფასში შეგიძლიათ იყიდოთ OLED-ით და უფრო და უფრო უკეთესიც, მაგრამ უფრო და უფრო უკეთესი, უფრო და უფრო მეტი ფასიც აქვს რა. მე ჯერჯერობით არ მჭირდებოდა ეგეთ ძლიერი, დარწმუნებული ვარ თქვენს 90-99% ეგეთ ძლიერი არ გჭირდებათ და უმეტეს შემთხვევაში მაინც რაღაც ბიუჯეტურ ფასში ვეძებთ ხოლმე და ძალიან კარგი არის. რამდენად ბიუჯეტურ ფასში გავიყვანთ არ ვიცი, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი ფასი არის და საშუალო ფასში გადის, მაგრამ აი ამ საფასე კატეგორიაში ჩემი რეკომენდაცია ყველას და ეხლა კიდე რომ გავტესტავდა რაღაცა, მე კიდე გაგიმხელთ ჩემს დამოკიდებულებას უკვე სტრიმებზე რა უშუალოდ. მადლობა, ვინც ბოლომდე მიყურეთ, ვინც უყურეთ. არქის გამოწერა არ დაგაუწყდეთ ბიჭებო, ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები, ვისაც გევასებით და რა თქმა უნდა ვიდეოს დალაიქებას თუ მოგეწონათ ეს ვიდეო. ძალიან დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით ეხლა, აბა ჰეთა აბა ხოთ იმედია რაღაცაში გამოგადექით კარჩი. აბა მაგრთ.